პუტინს ეგონა, რომ უკრაინის დაშინება შეეძლო. დრონით თავდასხმამ კიევზე დაანგრია კულტურული ღირსშესანიშნაობა და კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. სამწუხაროდ ასეთი რამ უკრაინის ომისთვის ახალი არაფერია. მაგრამ უკრაინა არ აპირებდა ამ ყველაფრის უმოქმედოდ დატოვებას. მოხდა მკისიერი sapasukho შეტევა. სწრაფი, სასტიკი და რამდენიმე დღეს გაგრძელებული. უკრაინის დრონებმა დაარტყეს რუსეთში, ტყინიმში და რიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პუტინს სურს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლა, მაგრამ უკრაინა კონცენტრირებულია იმ სტრატეგიული ობიექტების განადგურებაზე, რომლებიც ომის მოგებაში გადამწყვეტია და მისმა შეტევამ რუსეთი ცეცხლში გაახვია. უკრაინას იძულებული გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი რუსეთის დრონებისა და რაკეტების დარტყმა აეტანა. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 3 ივლისამდე არსებულ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინაზე 1371 რაკეტა და დრონი გაუშვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის კვირა იყო. ეს შეტევა მოჰყვა რამდენიმე კვირას, როდესაც რუსეთმა ოდნავ შეანელა თავდასხმები და გავრცელებული იყო ჯორი, რომ ის თავს იკავებდა უფრო მასშტაბური იერიშისთვის. ეს კვირა დადგა. 1-დან 2 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევი ძლიერად დაბომბა. გაშვებული იყო 496 შორმანძილზე მოქმედი დრონი და 74 რაკეტა, რომლებმაც კიევის 28 ობიექტს დაატყეს. თავდასხმა დამანგრეველი იყო. დაიღუპა მინიმუმ 30 ადამიანი, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა, რამაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა კიდევ ერთხელ მოეთხოვა უკრაინის მოკავშირეებისთვის პეტრიოტის რაკეტები, რომლებიც დაპირებული ჰქონდათ, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის რაკეტების შეჩერებების შეჩერება. ზელენსკის თავისი არგუმენტი აქვს. 1 ივლისის ეს თავდასხმა კიევზე მოჰყვა კიდევ ერთ დამანგრევალ თავდასხმას, რომელიც ნახევარი თვით ადრე მოხდა უკრაინაში. კიევზე და უკრაინის სხვა რეგიონებზე გახორციელებულმა შეტევამ მინიმუმ 11 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 4 მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში. ასევე განადგურდა კულტურული ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის გულგრილ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, რომელსაც ის კვლავაც აგრძელებს დარტყმებით დაზიანებას. მე-11 საუკუნის დორმიშანის ტაძარი, რომელიც კიევის პეჩერსკის ლავრის ნაწილია, ცეცხლის ქვეშ მოექცა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მრავალი კიეველისთვის სალოცავი ადგილი. ტაძარი უკრაინის მასშტაბით განხორციელებული შეტევის შემდეგ, რომელიც 611 დრონსა და 70 რაკეტას მოიცავდა, ერთ მხარეს უზარმაზარი ხვრელით და სახურავზე ხანძრით დარჩა. ეს არის პუტინის სტრატეგია. თელ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა საშინელი დრონებისა და რაკეტების დარტყმებით. რუსეთს სიზუსტე არ აინტერესებს. სამხედრო ობიექტებზე მოხვედრა ბონუსია. პუტინს მხოლოდ ის უნდა, რომ არეულობა და ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას ომში, რომელიც თავად დაიწყო. ამ ორ სასტიკ თავდასხმას პასუხი უნდა მოჰყოლოდა. უკრაინამ ეს იცოდა. და პასუხად მან წამოიწყო მრავალდრიანი შეტევა, როგორც კიევზე განხორციელებული ორივე დარტყმისთვის შურისძიების მიზნით, ასევე უკრაინის დანარჩენ ნაწილებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის, რომელსაც რუსეთი კვლავ აგრძელებს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, ანექსირებული ტირიმი და ოკუპირებული ტერიტორიები, ყველა იწვის მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდა შორმანძილზე დარტყმები, რომელთა საშუალებითაც უკრაინამ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. თქვენ ურტყამთ მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ კი სტრატეგიულ ობიექტებს ვანადგურებთ. დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით. სწორედ იქ ახერხებს უკრაინა ომის მსვლელობის შეცვლას ყველაზე დიდი ზიანის მიყენებით. რუსეთის მიერ კიევზე და მის საკათედრო ტაძარზე განხორციელებული სასტიკი დარტყმიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ უკრაინამ დრონებით შეუტია სლავიანსკისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ორივე შემთხვევაში უკრაინამ თავისი შორმანძილზე მოქმედების შესაძლებლობები წარმოაჩინა. პირველი ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინიდან 300 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო მეორე 700 კილომეტრის დაშორებით. სლავიანსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ანაში დიდი ხანძარი გაჩნდა და დრონის ნამსხვრევებმა ასევე ზიანი მიაყენა რამდენიმე შენობას. იაროსლავში ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი გზები დაიხურა, რადგან უკრაინის დრონებმა თავიანთი კვალი დატოვეს. ეტი ჯერ კიდევ წინ იყო. 1 ივლისს უკრაინის დრონებმა უკვე 1 კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყეს უფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში მდებარეობს, როგორც ზელენსკი მიქსზე დაწერა და დარტყმამ გააკეთა ის, რაც უკრაინის დრონებს საუკეთესოდ გამოსდით. გამოიწვია დიდი ხანძარი აალებადი მასალებით სავსე ობიექტზე. ამ თავდასხმით უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფოხი მასალების მწარმოებელი, რომლებიც გამოიყენება ბევრი იარაღსა და ტექნიკაში, რომელსაც პუტინი ფრონტზე აგზავნის. თუმცა უკრაინა ამით არ დაკმაყოფილდა. რუსეთის მეორე იერიში კიევზე იმავე დღეს განხორციელდა, როცა უფა მეორედ გახდა სამიზნე და შურისძიება მართებული იყო. სამიზნე დაერჩიეს ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე კოსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2 ივლისს უკრაინამ ქარხანას ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ დააზიანა მთავარი AVT-6 ნედლი. ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარი. ეს ერთი დანადგარი უზრუნველყოფს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამუშავების სიმძლავრის 53%-ს, რომელიც წელიწადში 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. ეხლა ის გათიშულია, ისევე როგორც AVT-5 დანადგარი, რომელიც კოსტოვოს ქარხნის დამუშავების სიმძლავრის კიდევ 25%-ს უზრუნველყოფდა.
კოსტოვოს ქარხანა დახურულია. შეიძლება კვირები დასჭირდეს, სანამ რუსეთი შეძლებს მის ხელახლა ამუშავებას. და სწორედ ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რომელიც პუტინს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მისი სასტიკი თავდასხმები კიევში უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტრაგიკულია და აშკარა ომის დანაშაულია. მაგრამ უკრაინა პასუხობს იმით, რომ მიზანს არ აშორებს თვალს. რუსული ნავთობის განადგურებით უკრაინამ იცის, რომ შეუძლია დაასუსტოს რუსეთის სამხედრო მანქანა, შეზღუდოს ფულადი ნაკადები კრემლის ხაზინაში და მუდმივად შეახსენოს რუს ხალხს, რომ ომი, რომელიც მათმა პრეზიდენტმა დაიწყო, შორსაა დასრულებისგან. ყოველივე ეს კი უშუალოდ ამ ხალხის მიზანში ამოღების გარეშე. რუსული ნავთობის გადამუშავება განადგურების ველად იქცა. სამი თავდასხმა, რომელზეც აქამდე გიამბეთ, მხოლოდ დასაწყისია. 6 ივლისის ანგარიში New Sky-მ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით უკრაინამ 2026 წლის პირველ 6 თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 194 დარტყმა განახორციელა, რაც 11ჯერ მეტია იმავე პერიოდში 2025 წელს განხორციელებულ მსგავს თავდასხმებთან შედარებით. საკონტექსტოდ ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის განმავლობაში საშუალო თვეში 32-ზე ოდნავ მეტი დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. რაც გვიჩვენებს, რომ უკრაინამ არამხოლოდ გააძლიერა რუსეთის ნავთობის სამიზნედ ქცევა. მან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძრები რუსეთში ყოველდღიურ მოვლენად აქცია. უფასა და კოსტოვოს დარტყმები მხოლოდ ზრდის ამ სტატისტიკას, რადგან უკრაინა აგრძელებს ერთსა და იმავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მრავალჯერ დარტყმას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს მათი სრული სინძლავრით ამუშავება. ხანდახან კი, როგორც კოსტოვოში ვნახეთ, უკრაინა იმდენად ზუსტი და გამანადგურებელი დარტყმით მოქმედებს, რომ მთელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას წყვეტს. მაისი უკრაინისთვის რეკორდული თვე იყო. New Sky იუწყება, რომ იმ თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 16 წარმატებული დარტყმა დაფიქსირდა, რაც როგორც ისინი ამტკიცებენ, მეტია ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში ვიხილეთ. ეს გარკვეულწილად საეჭვო მტკიცებაა, რადგან უკრაინამ წლის მეორე ნახევარში გააძლიერა თავისი კამპანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ. თუმცა სწორედ ეს დარტყმებია მნიშვნელოვანი. რუსეთის საჰაერო თავდაცვა გადატვირთულია და უკრაინის დრონებს ვეღარ უმკლავდება. და ისევ, ამას ვხედავთ ციფრებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მაისში ჩამოაგდო 14195 უკრაინული დრონი, ხოლო ივნისში 17822. ეს ციფრები სიგიჟეა. ეს რიცხვები ორჯერ მეტია, ხოლო ივნისის შემთხვევაში თითქმის 3ჯერ აღემატება იმ დრონების რაოდენობას, რაც უკრაინამ იანვარსა და თებერვალში გამოუშვა. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უყვარს თავისი ჩამოგდების რიცხვების გაღალბება. უკრაინის მრავალი დარტყმა დრონების ნამსხვრევებს მიეწერება, რადგან რუსეთი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მისი საჰაერო თავდაცვა ყველაფერს უმკლავდება. არ უმკლავდებიან. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაჩენილი ხანძრები ამას ამტკიცებს. რუსეთის მოსახლეობა უკვე იწყებს ტკივილის შეგრძნებას. საწვავის მასობრივი დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებით და უკრაინის შუა დარტყმის კამპანიით რუსულ საწვავის სატვირთოებზე ქაოსს იწვევს რუსეთში. დეფიციტი სერიოზულია. United 24 Media იუწყება, რომ ბენზინის გაკიდვაზე შეზღუდვები უკვე დაწესებულია რუსეთის 40-ზე მეტ რეგიონში და ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რადგან უკრაინა აგრძელებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების კამპანიას. რუსეთში ნავთობის გადამუშავება 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით ივნისში 25%-ით შემცირდა და მიაღწია მინიმუმს, რომელიც ბოლო 2 წლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ბენზინის წარმოება 17%-ით შემცირდა. რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების მესამედი ახლა უმოქმედოა უკრაინის დრონების გამო, ხოლო საწვავის ფასები გასულ წელთან შედარებით ივნისში 20%-ით გაიზარდა. ეს უკრაინის შურისძიებაა პუტინის თავდასხმებისთვის მშვიდობიან მოსახლეობაზე. რუსეთის მოსახლეობა ტკივილს გრძნობს რაკეტებისა და დრონების დარტყმის გარეშე. ყოველი უარი ბენზინგასამართ სადგურზე, ყოველი შემთხვევა, როცა მათ კიდევ რამდენიმე რუბლის შეგროვება უწევთ, რაც არ აქვთ, და ყოველი გაფრთხილება, რომ სახლში დარჩნენ, როცა უკრაინის დრონები კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უახლოვდება, ომის მუდმივი შეხსენებაა. უკრაინის შურისძიების შეტევები იმის გამო, რასაც რუსეთი კიევში აკეთებდა, სამხედრო თვალსაზრისით სასტიკი იყო. ისინი ანადგურებენ სტრატეგიულ ობიექტებს და პუტინის ომის მთელ სასიცოცხლო რესურსს რუსეთს აკლებენ. რაც უფრო მეტი ნავთობი იწვის, მით ნაკლები ფული რჩება კრემლს იმ პროდუქტის გადასახადებიდან, რომელიც აღარ არსებობს. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ უკრაინის შურისძიება რუსეთის კიევზე დარტყმებისთვის მხოლოდ არსებული კამპანიის გაგრძელებით დასრულდა, ძალიან ცდებით. რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ათეულობით ადამიანი დაშავდა და უკრაინამ რუსეთს პასუხი მხოლოდ ნავთობის ობიექტებზე არა, არამედ ყველაფერზე მიახენა, რაც პუტინს ომის წარმოების საშუალებას აძლევს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს და ჩართოთ შეტყობინებები. კიდევ უფრო მეტ ნავთობგადამამუშავებელში მძვინვარე ხანძრები არ არის ერთადერთი ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც რუსეთს უწევს. იმ დღეებში, როდესაც უკრაინამ რუსეთზე ნავთობგადამამუშავებლებზე შურისძიებითი დარტყმები დაიწყო, მან ასევე დაარტყა სამხედრო საწარმოებს ქვეყნის მასშტაბით.
7 ივნისს უკრაინამ გამანადგურებელი Flamingo FPFP-5 რაკეტები დაუშვა ტიტანსკოეს ქარხანაზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ეს რაკეტები, რომლებსაც დაახლოებით 3000 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ და 1150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი აქვთ, უკრაინის შორმანძილზე მოქმედ არსენალს დამანგრევლად შეემატა. ივნისის ბოლოს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა Flamingo-ებმა გაანადგურეს ქარხანა, რომელიც საარტილერიო სისტემებსა და სხვა სპეციალურ სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. კიდევ ერთხელ ხედავთ უკრაინის გენიალურ პასუხს პუტინის სისასტიკეზე. თუ რუსეთი აპირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლას კიევში, უკრაინა იზრუნებს იმაზე, რომ რუსი ჯარისკაცები ადგილზე უფრო სწრაფად დაიღუპონ, რადგან მათ არ ექნებათ საჭირო იარაღი. 3 დღის შემდეგ უკრაინამ ისევ იმოქმედა. კვლავ განრისხებული რუსეთის მიერ საკათედრო ტაძარზე თავდასხმის გამო, უკრაინამ დრონები გაუშვა პენზაში მდებარე სარაკეტო ქარხანაზე, რომელიც პასუხისმგებელია რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებაზე. თუ ამოიღებენ ამ კომპონენტებს, რუსეთი ვეღარ გაუშვებს რაკეტებს. All შემთხვევაში ასეთია ლოგიკა და ეს ის სტრატეგია, რომელსაც უკრაინა ამ ქარხანად მისასა და მის მსგავს ობიექტებზე განმეორებითი თავდასხმებით შეიძლება გამოიყენოს. 3 ივლისს უკრაინამ უფრო პირდაპირ შურისძიების შეტევა განახორციელა. რუსეთის 1 და 2 ივლისის კიევზე თავდასხმების sapasუხოდ. უკრაინული დრონები დაესხნენ ენერგოობიექტს ბელგოროდში, რომელიც აწარმოებს აღჭურვილობას რუსეთის ელექტროსადგურებისთვის. და ამ ყველაფრის პარალელურად სანის ცნობით უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს დაახლოებით 12 ელექტროქვესადგურს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამ ტიპის თავდასხმები არ წყდება. 5 ივლისის Kyiv Independent-ის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ ელექტროქვესადგურებზე თავდასხმების კიდევ ერთი ტალღა განახორციელა. გაანადგურა 16 ობიექტი და გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვები მთელ ნახევარკუნძულზე 48 საათიანი თავდასხმების განმავლობაში, რომლებმაც ასევე გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობები. ხიდები გაანადგურეს და ტირიმის აეროდრომიც მიზანში ამოიღეს. ეს უბრალოდ არ წყდება. როდესაც ვლადიმირ პუტინი თავის ბუნკერში იმალება, შეშინებული რომ შემდეგი უკრაინული დრონი შეიძლება მას დაუმიზნონ და არა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ან სამხედრო ობიექტს, უკრაინა კიდევ უფრო მეც და მეც უშვებს. ეს ნამდვილი შურისძიებაა. ეს ცალკეული თავდასხმები არ არის, უბრალოდ დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ნაკადი, რომელიც ანადგურებს სამიზნეებს მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვლადიმირ პუტინი, რომელიც ადრე შიშის დათესვით იყო ცნობილი, ახლა თავად ცხოვრობს შიში და ყოველი ელექტროენერგიის გათიშვა ან საწვავის შეზღუდვა, რასაც უკრაინა იწვევს, ერთი ნაბიჯით აახლოებს რუს ხალხს საკუთარი ლიდერის წინააღმდეგ გამოსვლასთან. დაუბრუნდეთ ყირიმს ერთი წუთით. ამ ვიდეოში განხილული ბევრი რამ ძლიერი პრელუდია იყო იმ მოვლენებისთვის, რაც ყირიმში უნდა მომხდარიყო. როდესაც კიევზე დარტყმებისთვის შურისძიების ნიშნად რუსეთი იწოდა, უკრაინა ემზადებოდა იმის საჩვენებლად, რომ არ დაიწყებია იზოლაციის სტრატეგია, რომელიც ნელ-ნელა ასუსტებს რუსეთის კონტროლს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე. უკვე ვისაუბრეთ ყირიმზე განხორციელებულ რამდენიმე დარტყმაზე, რომლებიც რუსეთის მეორე კიევზე თავდასხმას მოჰყვა, მაგრამ ამ დარტყმებს სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ. უკრაინამ ყირიმში ნამდვილი ჟლეტა მოაწყო. ის ავიაბაზა, რომელიც ვახსენეთ, იყო ვარდისკაია და ევრომაიდენის პრესა უფრო მეტ დეტალს ავნეს, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოცემის თქმით, ეს ბაზა გამოიყენება რუსეთის სხვადასხვა საავიაციო დანაყოფებისთვის ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის საბრძოლო გაფრენები ყირიმიდან არ მოხდება, თუ ასეთი ბაზები არ ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა. და ხვარდისკაია ერთადერთი აეროდრომი არ არის, რომელსაც უკრაინამ შურისძიების შეტევების სერიაში დაარტყა. ბელბეკის ბაზაც გახდა სამიზნე 25 ივნისის რეიდის დროს და უკრაინამ იქ განსაკუთრებულის მიღწევა შეძლო. უკრაინულმა დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ MiG-29-ის გამანადგურებელს ბაზაზე, ხოლო უკრაინამ ეს კადრები მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ივლისში ტირიმის ნახევარკუნძულზე დარტყმები განახორციელა. ეს კადრები ძალიან გავს იმას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ჩვენ ხედავთ კადრს დრონიდან, როცა ის უახლოვდება. რუსული გამანადგურებელი თვითფრინავი, დაუფარავი და დაუცველი ჩნდება კადრში. შემდეგ ყველაფერი ქრება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკრაინის დრონმა პირდაპირ დარტყმა მიაყენა და აფეთქდა, როცა MiG-29 შეეხო. ხო და რუსეთო კიდევ ერთი პლატფორმა, რომელსაც რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გასაშვებად იყენებდი, ახლა აღარ არსებობს. ხიდებთან დაკავშირებით უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს 2 ხიდს დონეცკის ოლქში. ერთი ხიდი კურსკის ელანჩიკის მდინარეს გადაჭიმული იყო ჰუსონოკოვოს მახლობლად, ხოლო მეორე ხიდი კალნიკას მდინარეს კვეთდა სტარომორიუკასთან. ორივე ხიდს რუსული სამხედროები იყენებენ ჯარისკაცების, საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო მარაგების გადასატანად. რა კავშირი აქვს ამას ყირიმთან, როცა დარტყმები ასე შორს ხდება? ეს ყველაფერი უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამას უკავშირდება. უკრაინა ტირიმს იზოლაციაში აქცევს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი ლოგისტიკური არტერიების განადგურებით. ამ ხიდებს იყენებდნენ სატვირთო მანქანები ყირიმისკენ, ან იქიდან ოკუპირებული უკრაინის სხვა რეგიონებში მიმავალ გზაზე. ახლა ისინი აღარ არსებობს, ზუსტად ისე როგორც ბევრი სხვა ხიდი მანამდე. დაამატეთ ამ ყველაფერს ის 16 ყირიმის ქვესადგური, რომელთა შესახებაც ვახსენეთ, რომლებიც თავადაც მხოლოდ 16 იყო იმ 37 ენერგოობიექტიდან, რომელსაც უკრაინამ დაარტყა ოკუპირებულ რეგიონებში 1-დან 5 ივლისის პერიოდში და კიევის შურისძიება თითქმის დასრულებული იყო.
უკრაინამ უბრალოდ დაამატა კიდევ და კიდევ 3 საბრძოლო მასალის საწყობის განადგურება დონეცკში, ლუგანსკში და ხერსონში, როგორც კვირის დარტყმების დამაგვირგვინებელი, ფეთქებადი ბოლო შტრიხი, რომელიც პირდაპირ პუტინს მოახვიეს თავს. რასაც აქ ხედავთ, არის ყირიმის იზოლაციის კამპანიის გაფართოება. უკრაინა კვლავ კონცენტრირებულია ნახევარკუნძულზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ის ლოგისტიკურ არტერიებს უფრო ღრმად ჭრის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც პუტინს კიდევ უფრო ურთულებს ფრონტის ხაზზე თავისი ჯარისკაცების მომარაგებას. კიდევ ერთხელ ეს არის უკრაინის შურისძიების ფორმა. რუსეთი სამოქალაქო პირებს ურთქამს. უკრაინა ანადგურებს რუსეთის საომარ მანქანას. შურს გითხრათ, რომ უკრაინის შურისძიების დარტყმების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ რუსეთის ლიდერს ორჯერ დააფიქრებს კიევზე ახალი თავდასხმების განხორციელებამდე. მაგრამ პუტინი სასოწარკვეთილია, რაც მას საშიშს ხდის. როდესაც მისი ჯარები ვერ აღწევენ რეალურ პროგრესს ადგილზე, რუსეთის არსენალში დარჩენილი ერთადერთი ეფექტური იარაღი, მისი შორი მოქმედების შეიარაღების მარაგია. სამწუხაროდ 6 ივლისს რუსეთმა უკრაინის შურისძიებას კიდევ ერთი თავდასხმით უპასუხა კიევზე. ხოლო 4 დღეში განხორციელებულმა მეორე დარტყმამ კიევის დამოუკიდებელი გამოცემის ინფორმაციით მინიმუმ 15 ადამიანი იმსხვერპლა. 15-დან 5 ბავშვი იყო, რომლებიც დაიღუპნენ რუსული ჯოჯოხეთური შტურმის შედეგად, როდესაც 68 რაკეტა და 351 დრონი გამოიყენეს. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება: უკრაინას მეტი პეტრიოტის ჩანთრელი რაკეტა სჭირდება. მაგრამ პუტინისთვის ეს არ არის რუსეთის ძალის დემონსტრაცია, როგორც მას გონია. ეს არის სასოწარკვეთა. პუტინმა იცის, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმას მიაყენებს. უკვე დაამტკიცა, რომ ასე იქნება, როდესაც შურისძიების შეტევები განახორციელა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში. სხვათა შორის ეს ივნისის შეტევები იყო 1 თვის განმავლობაში მიმდინარე იერიშის ნაწილი, რომლის დროსაც უკრაინამ გაანადგურა ან დააზიანა 172 რუსული თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტი და საწვავის ინფრასტრუქტურა, ასევე თითქმის 3000 სხვა სამხედრო ობიექტი. ასე რომ პუტინმა იცის, თუ რა ფასად უჯდება რუსეთს კიევზე შეტევები, მაგრამ შეჩერება არ შეუძლია. მას სხვა არჩევანი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რამდენად ტრაგიკულია ეს შეტევები, ისინი იმდენადვე პროვოკაცია უკრაინული შურისძიებისთვის, რამდენადაც უკრაინის ტერორიზების მცდელობა 2026 წელს. უკრაინამ უკვე გააფრთხილა პუტინი. 26 ივნისს ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ დაამტკიცა 40 დღიანი ოპერაცია, რომელსაც ჩაატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რომლის მიზანიც პუტინზე ზეწოლაა, რათა მან დაასრულოს ომი. ამ ოპერაციაში შედის როგორც შორი, ასევე საშუალო რადიუსის სანქციები, როგორც ამას ზელენსკი უწოდებს, და უკვე გამოიწვია რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ყირიმის ნახევარკუნძულზე. რასაც ეს 40 დღიანი კამპანია ნიშნავს რუსეთისთვის მარტივია, კიდევ უფრო მეტი მოდის. დრონებისა და რაკეტების დარტყმები, რომელთა შესახებაც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ, უკრაინის კამპანიის ნაწილია. ივლისის ბოლომდე კიდევ ბევრ ასეთ დარტყმას ვიხილავთ. რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მათ წინააღმდეგ. პუტინმა ეს იცის, ამიტომაც მას მხოლოდ იზღა დარჩა, რომ ტერორი გამოიყენოს იმ იმედით, რომ ისინი შეჩერდებიან. მაგრამ ეხლა რუსეთის ლიდერი იმდენად საცოდავ მდგომარეობაშია, რომ აღიარა, ეს დარტყმები მაინც მოხდება და ახლა მხოლოდ ნარატივის მანიპულირება შეუძლია. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, პუტინი ახლა ცდილობს უკრაინის შორმანძილზე დარტყმები გამოიყენოს, როგორც გამართლება რუსეთის ფრონტის ხაზზე შეტევებისთვის და იმ ომის მზარდი ხარჯებისთვის, რომელიც თავად დაიწყო. ეს გამართლებები დასავლეთისთვის არ კეთდება. პუტინი ამ გამართლებებს იყენებს იმისთვის, რომ რუსეთის საკუთარ ხალხს დააჯეროს, თითქოს ის, რასაც აკეთებს, აუცილებელია. პუტინის თითოეული ფორიდან ორ პირობა იღურება. მაგრამ მანიპულაცია არ იმუშავებს. რუსეთის ხალხი მხოლოდ უკრაინის შურისძიებას დაინახავს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიწვება, საწვავი გაქრება, სამხედრო ობიექტები განადგურდება და რუსეთს სახმელეთო ფრონტზე კვლავაც გაუჭირდება. უკრაინის დარტყმების სერია ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში იყო შურისძიება იმისთვის, რაც რუსეთმა კიევში გააკეთა, მაგრამ ნამდვილი შურისძიება იქნება გამარჯვება, რომელსაც რუსული საომარი მანქანის განუწყვეტელი განადგურება მოუტანს. უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული კამპანია ისედაც შთამბეჭდავია, მაგრამ როდესაც ამას FPV და საშუალო მანძილის დრონების დარტყმებსაც დაამატებ, ნათელი ხდება, რამდენად დიდი პრობლემა აქვს პუტინს ხელში. თავარს გეტყვით, 800,000 დადასტურებულ სამიზნეს დაარტყეს 2026 წლის პირველ 6 თვეში. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოახერხა ეს უკრაინამ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა იქნება შემდეგ, ნახეთ ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show და დააწყაპუნეთ შეთხოვინებების ზარზე, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა უკრაინის გამანადგურებელი შორმანძილზე კამპანიის შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.